გადმოვყარო და მაგალითზე გავაკეთო. კიდე ახლა? ლავარი ხატება კარგი. აი, დედი მოიცა. აჰა. იხატება? კი. ესეთი დიდი. ეგ რაც უკეთებდა. ესე მზირხელებს რომ დამას. მე პირი. აქ პირი. აქ თვალები. Всё-დი? ხო. ეხლა იცი რა დავხატოთ? რათა? წვადი. შეგიძლიათ ცოტა საჭმელი დაგვეხმაროთ? მადლობა. რო გათენდება, უნდა ავდგე და წავიდე რაღაცა ვიმათხოვრო, ვიშოვო, იმიტომ რომ ეს ჩემს შვილს სჭირდება. მე რო ესე ვიჯდე ერთ ადგილას, ვინ მოვა და ვინ მომიტანს, რომ აჰა საჭმელი და შეჭამე და რაღაც არავინ. არ მცხვენია, იმიტომ რომ ეს ჩემს შვილს სჭირდება, იმიტომ რომ ამ მათხოვრობით ჩემს შვილს ლუკმას ვაჭმევ. ბოდიში, შეგიძლიათ ცოტა საჭმელი მოგცეთ? ეხა პურს მოგცემენ და შეჭამდედი. გოი. მადლობა დიდი. დედი, ესე რატომ მივდივართო ერთხელ კი არა ბევრჯერ მითხრა, ვისი სახლიაო, სად მივდივართო, ანუ კორპუსებში რო შევდივარ და მიწევს კარების კაკუნი რაღაც და ნუ მეთქი არაფერი დედი თქო. სხვა თემაზე გადამიტანია ლაპარაკი. ეს პატიეს. რამდენი არის? ეს რა უნდა კითხო? ხო არ გეკულება თქვენ ისეთი ადამიანი, აი სახლის დალაგება უნდა, სამპადიეს ძირო დავალაგო. მე ჩაი ყავს აპანილი. აპანილი ყავს აპანილი დაბლში. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ეს კიდე ეს ჩემთვის არის ძალიან დიდი ის, რომ აი ჩემი შვილი რო დამყავს და ამას ხედავს, რომ მე როგორ მათხოვრობ და რაღაც. ჩემი ოცნება იყო, რომ ეს არ გამოვსვლოდა.
ეხა მძინავს რა ქვია ხშირად პადიესდებში და ანუ რაღაც იმ თავშესაფრებში, ოღონდ როცა კაი ამინდი იყო, მეწყობოდა ხელი რომ დამეძინა რაღაც გარაჟში და იმაში, მაგრამ ეხა უკვე ცუდი ამინდი მოდის ზამთარი მოდის, ეხა ვეღარ დავიძინებ. ანუ როცა ცუდი ამინდია, უნდა ყველაფერი უქნა იმის გამო, რომ 4 ლარი ვიშოვო, რომ შევიდე და ინტერნეტ კაფეში დავიძინო და ბავშვი მიზის კალთაში და იძინებს ჩემს კალთაში. იქიდან ავდგებით, უნდა წავიდე, იქიდან გიშვებენ 7-8 საათზე, რომ უკვე გათენ და გადით. იქიდან და წავიდე მე პადიესდებში დავიძინო. იქ არის ერთი ამბავი, გააჩნია როგორი ხალხი გამოჩდება, ისმის ხმაური რაღაც ანთებენ შუქს, იძახებენ პატრულს, გადით, ყრიან და რაღაც. აი ისეთი ტუპიკი უნდა ვიშოვო, რომ აი ცოტა სიწყნარი და მყუდრო ის რო იყოს, რომ ცოტა გამოვიძინოთ მაინც. მთელი ზაფხული აქ გავატარე, იმიტომ რომ მეწყობოდა ხელი მზიანი ამინდი იყო, სიცხე იყო რაღაც, გავდიოდი დღეებს, შოულობდი საჭმელს, თანხას რაღაც და მაშრებოდი. მშობლები არ მყავს. ანუ არ ვიცი რა მშობლები, ანუ 7 წლიდან ვზდი და ბებია. და ბებია რო გარდაიცვალა, მე აღარავინ მყავდა პატრონი, ბებია რო გარდაიცვალა და მე შიგწყინვალში ვიყავი მეზობლების კრიშებზე მეძინა. მეზობელი ქალი იყო იქ, რომ ეს რა ქვია, ხო გინდა რომ ღამე არ დარჩე ქუჩაში და შეგიყვანო ხოლმე ჩემთანო და რაღაც იმას ქონდა ის სარდაფი და უნდა მიმეტანა, თუმე იმის სარდაფში დავიძინებდი ეს საჭმელი, ფული უნდა მიმეტანა და რაღაც. თვითონვე მომკიდა ხელი და წამომიყვანა, მარშრუტკაზე დამაჯინა, თვითონაც დაჯდა და ჩამომიყვანა თბილისში და დამაჯინა მეტროსთან და მითხრა აი აქ იჯექი და მოვალო. დამსვა იქ და წავიდა და ვსივ აღარ მოსულა მერე. ციგანი ბავშვები გავიცანი, ქურთები გავიცანი ეგენ და მერე უკვე ერთად გავდიოდით სამათხოვროთ, ერთად რაც იყო, ერთად ვაკეთებდით ყველაფერს. ფლათი მათნაირი კატეგორიის ბავშვი არ აღმოჩნდი, იმიტომ რომ ისინი ცოტა ტოქსიკომანი ბავშვები იყვნენ, ისინი ყნოსავდნენ წებოს რაღაც და მე გამიკვირდა, ვაიმე ეს რა არის თქო. მაგრამ არაფერი, სხვათა შორის არც შემოუთავაზებიათ ჩემთვის და არაფერი, იმიტომ რომ გინდათ შემოითავაზათ, რა ვიცი, აზრათაც არ მქონდა რა იყო. ზამთარს ჩვეულებრივად ეს რა ქვია, გვეძინა თორჩი, ანუ თორს გადავქეკდით, ანუ გავასუფთავებდით და ეს გვაძლევდა ხალხი ადიელა იყო თუ რა იყო და იქ გვეძინა. თავიდან რომ ჩამოვედი თბილისში, ეს არის, ანუ ეს ადგილი იყო, სადაც მე ვცხოვრობდი, ვჭამდი, ვიბანდი და რა ვიცი, აი აქ მქონდა კარდონი ხოლმე გაშლილი და ამის ქვეშ ვიწექი, ანუ ადიელაც მქონდა. და აქ ვიყავი, ნუ ახლა აქ წვიმა არ დამდიოდა, არაფერი ხაქედან შემოვიდა და რა ვიცი, აი იქითკენ მივიწეოდი სულ ბოლოში და ვიყავი სულ მარტო. ზევიდან ჩამომქონდა ვედროთი წყალი, ანუ სხვათა შორის ცივი წყლით ვანაობდი რაღაც და ასე იქ მთებში მქონდა ქვაბები რაღაც, ანუ მომცეს რა მეზობლებმა. ну თავიდან სანამ იმეჩვიდნენ ცოტა აგრესიულად იყვნენ რაღაც ვინ არის რაღაც პატარა ბავშვი ანუ ასანთი მეკავა ხოლმე რაღაც სანთლები რო ისე ვერ შეხვიდოდი ბნელოდა და რაღაც ეჭუჭდებოდათ რომ პაჟარი არ გააჩინოს რაღაც მაგრამ მე უკვე რომ მომეჩვიდნენ რაღაც და გაიგეს რომ აღმოჩნდი უპატრონო და რაღაც ჩვეულებრივად ჩამოქონდათ საჭმელი ცხელი საჭმელი და რაღაც ყველანაირი თანხა იყო რაღაცა ყველაფრით მეხმარებოდნენ წლები გავატარე თითქმის აქ და მე
აქედან მოვხვდი ბავშვთა სახლში, თითქმის 5 წელი ვიცხოვრე აქ, ამ წვიმაში, თოვლში, ყინვაში, ყველაფერში აქ ვიყავი. ჩვენ ვიყავით ძმების უბალაშვილებზე, აქ პარკია ერთი და ანუ იქ იყო თოვლი რაღაც და იქ ვეძინა ადიელებში და კარდონებში. და იქ მე გავიყინე, ანუ ვიყავი გათიშული და რა ვიცი, უცხო პიროვნებას გამოუძახებია სასწრაფო და იმ სასწრაფომ გადამიყვანა ბავშვთა მეორეში. ვიყავი ანუ ბავშვთა სახლში და მე გავიცანი ანუ ერთი ბიჭი და მე მეყოლა მისგან შვილი და მე უკვე შემისრულდა 18 ანუ ასაკი 18 წლის რო გავხდი გამომიშვეს იქიდან იმიტომ რომ იქ მე რომ შიოდა ჩემო ქმარმა ერთი ხო ატყობდა თვითონ და ორსულად ვიყავი და წავიდა და მოიპარა საჭმელი ასე რომ უნდა ეშოვნა ხო რაღაცა საჭმელი და ამასობაში დაიჭირეს და მისცეს 3 წელი. რო დაიჭირეს 3 თვეში ბავშვი უნდა მყოლოდა ზუსტად. და რა ვიცი ის პატიმარი იყო და მე ასე მარტო მიმად გავზარდე ბავშვია. დათო რა უნდა ვქნას აი დავსველდით წუხელი წავედით დე იქ დავსხდეთ ნახე იცი რა მოგიტანა ჩასაცმელები დე ზიზია ჩასაცმელები წადი ეხა ითამაშე წადი ეხა სადაც გინდა წადი რომელი კაბა? ესა დედი? კაი, ჩაგაცმევ ამ კაბას. მოდი გადმოვაბრუნოთ. ეს კაბა მოგეწონა? ეს მაიკაა, დე. ხო. ხო, თორე არა აქ ფეხზე. ხო, თბილები ხო ანუ? კაბა. რა? ხო. კაბა, დედა. შენთვისაც. სოციალზე რა ხდება? ისე და თუ რა უნდა ხდება ისე ვეღარ ვაკეთებ სოციალურ დახმარებას იმიტომ რომ აგენტი მოდის და გამოწმებს ანუ რაღაც პატარა კუთხე უნდა გქონდეს რომ იქ შენ ცხოვრობდე თორე ისი არანაირ ფულებს არ მოგანიჭებენ და არც სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებ და უჩაში მომანიჭებს ეხლა ის აგენტი და რა ვარაში საოცრად დაფიქსირდე ხო რა უნდა ნახო თვითონ ზამთარში გამოჩნდეს რამე რომ სადმე შეიფარო თავი და სოციალური მაინც აიღო რა საკვები იქნება საჭმლის პულის იქნება და საკვებსაც აიღებ იმიდან სასადილოდან ანუ ეგეთი მომენტია რომ სოციალურად ის თუ ხარ სადის კი სტატუსი თუ ყო რაღაც პური არის დღეში მე ადამიანს ერთი პური არის რაღაცა რეჩი ხარი თუ არ ვწდები და რაღაცა წვნიან საზრები ბანკებში ატანენ სახლებში აი ჩემში საკალია ჩემში შეჭამია წვნიანი არ უჭამია და რაღაც და ის ციფრულად მithumetes დღეში ერთხელ მაინც როგორ უნდა მიიღოს ეს ამბავი რა
ბავშვის ბაღში მოყვანამდე 4 წლის. ანუ მომიწევს გადახდა, ხო, რა თქმა უნდა. და რამდენი გადახდა? საჭიროა საკუთი რო იქონია. სოციალურად დაუცველობის, მაგას ვერ ვაკეთებთ, იმიტომ რომ ხა ჩვენ ფაქტიურად ქუჩაში გვიწევს ყოფნა, ქუჩაში გძინავს და არგით მაშინ დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. რა ვიცი, მადლობა. კი, აუცილებლად. ბავშვი რო ბაღში იყო, შეიძლება რაღაცა ისეთი სამსახური მენახა, თუნდაც დამლაგებლად 1-3-4 საათი, ანუ ბაღის საათების პერიოდში ბავშვი რო ბაღში იქნებოდა, იქნება მომესწრო, მაგრამ ეს კატეგორიული უარზე არიან, ეხა როგორია, სადღაცას დავიწყო სიტყვაზე და ბავშვიც მივიყვანო მე და რაღაც. მოდი გამასწავლე. აი იშმუშნებიან რომ აი პატარა გოგო ხარ და რაღაც უფრო ცოტა დიდი ასაკის გვინდა, აი შეიძლება ვერ დაალაგო და ვაღიარებ კიდევაც, იმიტომ რომ მე არ ვარ ოჯახში გაზრდილი და არ ვიცოდი სხვათა შორის ფანჯრების იმითი გადავწმინდე მაგიდა. ანუ ფანჯრების შესასხმელი რაღაც იმით სითხეთი გადავწმინდე მაგიდა. დანიშვიათია რომ მიგიღონ და უნდოდეს და რაღაც. თავი გააჩერე. თან მით უმეტეს ჩემ ისტორიას თუ მოაყოლებ, იმიტომ რომ გეკითხებიან საიდან ხარ, როგორ ხარ, სად ცხოვრობ. რაღაც და რა ვიცი, უკვე მერე უკან იხევენ ანუ ამ ყველაფერს. ისიც რა ვიცი, აი მიმტანათაც თუ მივალ, ანუ არ უნდა ვუხსენო რომ მე უპატრონო ბავშვთა სახლში გავიზარდე, მშობლები არ მყავს, ქუჩაში ვათენებ რაღაც, იმიტომ რომ რაღაც თავისებურ ეჭვებში ვარდებიან, თითქოს აი ვერ გენდობიან. არავის არ იცნობ, არავინ არ გახსოვს, არავის სითბო, არავის სიყვარული, არაფერი და ხარ მარტო. აი, არაფერი მომავალი არ მიჩანს, მაგრამ მიუხედავად იმისა, ხელს არ ვიქნებ, იმიტომ რომ შვილი მყავს და რაღაც, აი, რა ვიცი, რა უწოდო ამ ჩემს ცხოვრებას, არ ვიცი. ბევრი რამე არ მინდა რომ გააკეთოს. არ იყოს ჩემსავით ქუჩაში, არ იმათხოვროს, განათლება კონდეს პირველ რიგში, რასაც ყველაზე ძალიან ვდარდობ, რომ ამან უნდა ისწავლოს. ჩემშვილს არ შეემთხვევა ის, რომ მე არასდროს არ მივატოვებ, რაც ყველაზე დიდი ტანჯვა იყო ჩემთვის, ანუ როგორია დამტოვა დედამ და რაღაც ხო არ მახსოვს. აი მას პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ესეთი რაღაც არ მოუვა.
ჩემი ოცნებაა რომ აი ოჯახი მექნება როგორ ანუ რომ გვექნება ერთი პატარა კუთხე და იქ ვიქნებით მე და ჩემი შვილი და ჩემი ქმარი, მაგრამ არ ვიცი ეს სასწაული რა ვიცი. ალბათ მოხდება როდისმე, რა ვიცი.